მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გაჩვენოთ თუ როგორ დავაყენოთ იარაღის სასხლეტ მექანიზმზე ბოქლომის სწორად, რადგან არ მოხდეს უნებლიე გასროლა. ძალიან ბევრი ამ ბოქლომს აყენებს უკუღმა, რაც არის საფრთხის შემცველი, რომ მოხდეს უნებლიე გასროლა. ბევრი არ უკვირდება, აი ამ ბოქლომებს აქვს ორივე მხარეს აი ესეთი ჩაჭრილი რკალი, რომელიც აფიქსირებს აი ამ ბოქლომს სასხლეტ მექანიზმზე, რომ მან არ იმოძრაოს წინ და უკან. და ძალიან ბევრი აი ამას აყენებს უკუღმა, აი ესეთ მდგომარეობაში, რის შედეგადაც ბოქლომი მოძრაობს წინ და უკან. ეს რკალი უნდა იყოს სასხლეტი მექანიზმის წინა მხარეს მოთავსებული. აი ესეთ მდგომარეობაში. ამის შემდეგ სასხლეტი მექანიზმი არის მჭიდროდ დამაგრებული იარაღზე და აქედან უკვე ვერანაირად ვერ მოხდება გასროლა, რადგან ეს არის დაფიქსირებული მჭიდროდ და არ მოძრაობს წინ და უკან. აი ესეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, ნახეთ დააკვირდით ამ ადგილებს, აი ესეთ მდგომარეობაში უნდა იყოს იარაღის ბოქლომი და სასხლეტ დამცემი მექანიზმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იმოძრავებს წინ და უკან და შესაძლებელია მოხდეს უნებლიე გასროლა.